ბატონ კახი, ახალი კანონპროექტით იზღუდება სასამართლოში ფოტო-ვიდეო გადაღება და ვიცით რომ იგივე პრაქტიკა არის ამერიკასა და ევროპაში. რატომ დადგათ ეს წესრიგში ჩვენთანაც გამკაცრება კანონის და ასევე მოსამართლის შეურაცხყოფაზეც მკაცრდება სანქციები, რომ შევაფასოთ ეს კანონპროექტი და რატომ გახდა საჭირო? ანუ ჩვენ ვხედავთ ბოლო წლების განმავლობაში ჩვეულებრივ მიზანმიმართულად სირკს აწყობენ სასამართლო დარბაზებში, წარმოუდგენელია ის რაც ხდება და შესაბამისად გვინდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილება, როგორც ბევრ ევროპულ ქვეყანაშია, ამერიკის შეერთებულ შტატებშია და იქნება გადაწყვეტილება მიღებული, რომ მედიისთვის იქნება დახურული სასამართლო სხდომები. რა შეჭირდებათ ბატონო კახა ეს ადვოკატების პოზიცია მინდა გითხრათ სასამართლოზე თუ შეიძლება გავაგრძელებ იგივე საკითხს და სასამართლოს საკითხს დავასრულოთ თუ შეიძლება რა შეჭირდებათ ეს დაკეტვა სასამართლოსი მინდა კითხოთ ადვოკატები მიიჩნევენ რომ ეს ხდება იმისთვის რომ საზოგადოებამ ვერ ნახოს სრუმოწმეები ვერ ნახოს განაჩენები მათთვის არის გაუგებარი ვინც მუშაობს ამდენი ხანია სასამართლოში ეს გადაწყვეტილება თქვენ რა ჩვენ არა ეს ქვეყანა სჭირდება რომ სასაცილო არ გახდეს ის რასაც თქვენ აკეთებთ ჩვეულებრივ ცირკად აქციეთ ყველა სასამართლოს სხდომა და წარმოუდგენელია ის რასაც კადრულობთ და რასაც აკეთებთ შესაბამისად იქნება გადაწყვეტილება მიღებული როგორც ევროპულ ქვეყნებშია და როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში გუშინ ვიზარებე ევროპულ სხდომაზე გაკეთდა განცხადება ოპოზიციის ლიდერები არიან დაკავებულები კომისიაზე არ გამოცხადების გამო როგორ აღიქვამს ამას თქვენი შეფასებით დასავლეთი და ხوار დაამძიმებს კიდევ ეს გარემოება ურთიერთობებს რაც შეეხება დაკავებულებს, მე მგონი ყველამ კარგად ვიცით, რატომ არიან ეს ადამიანები დაკავებული. ჩვეულებრივ კანონი დაარღვიეს, არ გამოცხადდნენ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიაზე. თქვენ იცით, როდესაც არ ხდება გამოცხადება, შემდეგ რა ნაბიჯები მოყვება ამას. ეს ყველაფერი გაწერილია კანონში. შესაბამისად, პოლიტიკოსის სტატუსი ან ნებისმიერი რაიმე საქმიანობის სტატუსი ვერ იქნება წამახალისებელი კანონდარღვევად, ხო? პირიქით, როდესაც საუბარია პოლიტიკოსებზე, ჩვენ უფრო მეტი პასუხისმგებლობა გვაქვს საზოგადოების წინაშე და კანონის დარღვევა, ვფიქრობ, არავის არ უნდა ეპატიოს და ყველა თანასწორუფლებიანი უნდა ვიყოთ კანონის. პოლიტიკოსია ციხეში ბატონო კახა გეგმა თქვენი ესეთია გუშინ ირაკლი ყობახიძემ გააკეთა განცხადება რომ ვინც არ აღიარებს რომელმენს ყველა ციხეში წავა მაშინ მართლა ესეთია თქვენი გეგმა ყველა ციხეში უნდა წავიდეს თვითმმართველობის არჩევნების წინ 7 პოლიტიკოსი ციხეში და ყველას დაკავებას აპირებთ ეს არის თქვენთვის კრიზისიდან გამოსავლის გზა ისედაც ნახეთ რომ მათ შორის ევროკავშირთან ჩიხში ვიყავით შესული და დამატებით პოლიტიკა კიდევ ერთხელ ვიმეორებ რაც შეეხება საქართველოს კონსტიტუციას კანონმდებლობას რა თქმა უნდა ჩვენ ხელისუფლება და არა მხოლოდ ხელისუფლება ყველანი ვალდებული ვართ პატივი ვცეთ ჩვენს კონსტიტუციას პატივი ვცეთ კანონმდებლობას როგორც ახლა აღნიშნე კიდევ ერთხელ გავიმეორებ რომ პოლიტიკოსის სტატუსი ვერ იქნება რაიმე შემაკავებელი როდესაც ჩვენ კანონს არღვევ პირიქით ყველამ პატივი უნდა ვცეთ ჩვენს კონსტიტუციას პატივი უნდა ვცეთ კანონმდებლობას თუ კი ვარღვევთ ამას ისიც უნდა გქონდეთ გათვითცნობიერებული რომ შესაბამისი რეაგირება მოყვება სახელმწიფოს ყველას დააკავებთ ბატონო ყველას დააკავებთ არ აღიარებენ ეს ადამიანები პარლამენტს და არ მიდიან შესაბამისად წულუკიანი ეს ადამიანები რას აღიარებენ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს პირადად ჩემთვის და დარწმუნებული ვარ ჩემი თანაგუნდელებისთვისაც ასია ჩვენთვის თავარი არის ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა რას აღიარებს მოსახლეობის უმრავლესობა მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ქართულ ოცნება დემოკრატიულ საქართველოს რაც შეეხება ამ მცირე რადიკალურ დაჯგუფებას თქვენ იცით რომ ისინი იმართებიან გარედან სრულად არიან დამოკიდებული თავიანთ გარე პატრონებზე ამიტომ არსებითი მნიშვნელობა ნამდვილად არ აქვს თუ რას აღიარებენ და რას ფიქრობენ ისინი. გუშინ ევროპული საბჭოს სხდომაზე გაკეთდა განცხადებები საქართველოს დაკავშირებით ვიზა ლიბერალიზაციის შეჩერების საკითხზე აქტიურად საუბრობენ ევროპული ლიდერები, ასევე საუბრობენ ისინი სანქციებზე. თქვენ როგორ შეაფასებთ მათ განცხადებებს და თქვენთვის რას ნიშნავს მათ? ეს არის ჩვეულებრივი შანტაჟი, ეს არის ჩვეულებრივი მუქარა, როდესაც პირდაპირ თეთრზე გეუბნებიან შავია. ეს დღეს და გუშინ არ დაწყებულა, ხო? ბოლო წლების განმავლობაში, რაც უკრაინა
რუსეთის ომი გაჩაღდა, მას შემდეგ წამოვიდა ეს აგრესია, იმიტომ რომ ჩვენ არ მივეცით მათ შესაძლებლობა ქვეყანა ჩართულიყო ომში, არ მივეცით შესაძლებლობა რომ ქვეყანა მიერთებოდა იმ სანქციებს, რომელიც დამანგრეველი იქნებოდა ეკონომიკურად ჩვენი ქვეყნისთვის და ეს არის ყველაფერი იმის მიზეზი, რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს მუდმივი შანტაჟი, მუდმივი მუქარები, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ევროპასთან, ევროპულ ღირებულებასთან არსებულ ბიუროკრატიას არანაირი კავშირი არ აქვს. რეალურად აცდენილები არიან ყველას და ყველაფერს. კაი კალასმა გააკეთა ასეთი განცხადება, რომ ივლისში დაუბრუნდებით სანქციების თემას, რომ გუშინ ვერ შეჯერდნენ სანქციებზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები და გამოვიდნენ. კიდევ ერთხელ რომ გავაგზავნოთ თემა, ხო, ჩვეულებრივი გაგრძელება არის იმ ნარატივის, რასაც ხედავდით ბოლო თვეების განმავლობაში, პირდაპირ მუქარები, თუ ეს თავიდან კაბინეტში ხდებოდა და ცდილობდნენ რომ გარეთ არ გამოსულიყო აღნიშნული საკითხი, რომელზეც ჩვენ ღიად დავიწყეთ საუბარი, დღეს უკვე ყოველგვარი დაფარვის გარეშე რეზოლუციებშიც კი წერენ ამ ყველაფერს. საზოგადოება ყველაფერს ხედავს, თუ რა პროცესები მიდის და მით უმეტეს იმ ფონზე რა ხდება ახლო აღმოსავლეთში, მით უმეტეს იმ ფონზე რა ხდება აგერ უკრაინაში. მე მგონი ყველა კარგად ხვდებით, რომ მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა. ჩვენ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას, ვეცდებით ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ სიმშვიდე ქვეყანაში და მოვახდინოთ ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერება. ნატოს სამიტზე მინდა დღეს უნდა წარადგინოს სუსვანგარიში ოკუპაცია მთავარ გამოწვევად რჩება, ნათქვამია, რევოლუციის მცდელობებზეც არის ლაპარაკი, გარეჩარევებზე, ხელისუფლების შეცვლის მცდელობებზე. როგორ შეაფასებთ ამ ანგარიშს? ანგარიში მე თვითონ არ მომისმენია, თქვენ ოკუპაცია ახსენეთ და რა თქმა უნდა მე არ მეგულება ადამიანი ქვეყანაში, ვისაც უყვარს თავისი სამშობლო და ნომერ პირველი და მთავარი პრიორიტეტი არ იყოს მისთვის ტერიტორიული მთლიანობა. დღეს სამწუხაროდ ჩვენი ტერიტორიების გარკვეული ნაწილი ოკუპირებულია, ეს არის უდიდესი გამოწვევა ქვეყნისთვის და ჩვენი პრაგმატული პოლიტიკით ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ გონიერებით, პროფესიონალიზმით, ჭკუით, სიძლიერით, ეკონომიკური განვითარებით შევძლოთ ტერიტორიების დაბრუნება. რაც შეეხება რევოლუციების მოწყობის მცდელობებს, არაერთი მაგალითი ვიხილეთ, სამწუხაროდ ქვეყანაში, როდესაც იყო ასეთი მცდელობები და უნდა აღინიშნოს, რომ პირდაპირ გარეჩარევებით და გარე დაფინანსებით ხდებოდა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ქვეყანაში, რომელიც შესაბამისმა სამსახურებმა სწორი მუშაობით და კარგი მუშაობით აარიდეს ქვეყანას. ნატოს სამიტზე არ არის ბატონო კახა არავინ მიწვეული საქართველოდან ეს ხდება პირველად. გაქრა ქართული ოცნების დღის წესრიგიდან ნატოსკენ სვლა თუ რით შეიძლება აქვს? ქართული ოცნების დღის წესრიგიდან არა, ეს თავად ნატოს ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ არც უკრაინა, არც საქართველო არ განიხილება საომავლოდ, რომ მოხდეს მათი გაწევრიანება. თქვენ რას აკეთებთ ბატონო კახა იმისთვის, რომ შეცვალოთ რამე მაგალითად დაარწმუნოთ, რომ დიახ საჭიროა და უნდა გახდეს საქართველო ნატოს წევრი. თქვენ ქართული ოცნება პარტია თუ ცდილობთ მაინც გამოსწორებულ? ჩვენ ვიცავთ თავს, ვიცავთ ქვეყანას, ვიცავთ ქვეყნის ინტერესს, დღევანდელი მოცემულობიდან რა განცხადებებიც კეთდება და რა დამოკიდებულებაც აქვთ საქართველოსთან მიმართებით, რაც უფრო შორს იქნებიან ეს ადამიანები, მით უკეთესი. იმ განცხადებებს, რასაც ვისმენთ ზოგიერთი ბიუროკრატის მხრიდან, ეს არის უმძიმესი, ეს არის ყველაფერი დაფუძნებული სიცრუეზე, ტყუილზე, შესაბამისად საქართველოს ხელისუფლება, თქვენ დამისით ვკითხა რას აკეთებს, აკეთებს იმას, რომ შენარჩუნებული იყოს მშვიდობა, დავიცვათ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა და გავაძლიეროთ ქვეყანა ეკონომიკა. ნატოში გაწევრიანება კონსტიტუციაში წერია ბატონო კახა. შევენ დღეს რო შევაფასოთ კონსტიტუციაში რაც საქართველოს ხელისუფლებამ წლების განმავლობაში თქვენ შეგიძლიათ მოიძიოთ და ნახოთ ყველაფერი ამასთან დაკავშირებით ყველაფერს აკეთებდა, აკეთებს და მომავალშიც გააკეთებს ამ მიმართულებით. თუნდაც ნახეთ, როგორი პარტნიორი იყო საქართველოს საერთაშორისო მისიებში, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ნატოს წევრი ქვეყანა არ ვიყავით, ყოველთვის ყველაზე მეტი შემადგენლობით ვიყავით წარმოდგენილი საჯარისო დანაყოფების თვალსაზრისით და უამრავი მადლობა, უამრავი წარმატება ჰქონდა ჩვენს ბიჭებს. ჩვენ ყველას ვაჩვენეთ და დავამტკიცეთ, არა მხოლოდ სიტყვებით, უბრალოდ კონკრეტული ქმედებებით და ფაქტებით, რომ საქართველო არის სანდო პარტნიორი ქვეყანა. თუმცა დღეს ვისმენთ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ არც საქართველო, არც უკრაინის გაწევრიანება ვერ მოხდება ნატოში. ეს მე კარგად
მესმის ყველას თავისი ინტერესი აქვს, დიდი ქვეყნები გამოდიან თავიანთი ინტერესებიდან გამომდინარე და ჩვენ ამიტომ საუბრობთ, რომ უნდა გქონდეს პრაგმატული პოლიტიკა, სწორი პოლიტიკა, რომ დიდი ქვეყნების თამაშებს და ინტერესებს არ შეეწიროს ჩვენი პატარა ქვეყნის ინტერესები. გენერალურ პროკურორს ირჩევენ დღეს კანდიდატურაც რომ შეუფასოთ და ზოგადად არჩევის პროცესიც რომ აუ, არ ვიცი, სიმართლე გითხრა არ მაქვს. სოციალური შემწეობის მიმღებებზე გითხავთ, ბატონო კახა, ახალი სტატისტიკა გამოქვეყნდა სოციალური მომსახურების სააგენტოში. ყოველი მესამე ადამიანი თავს თulis ღარიბად, ყოველი მეხუთე იღებს სოციალურ შემწეობას, 705,000 ადამიანზეა საუბარი. თქვენ მუდმივად საუბრობთ ხოლმე თქვენი პარტია ეკონომიკურ ზრდაზე, რომ სიღარიბე იკლებს და ასე შემდეგ. გასული წლის მაისის მონაცემებთან შედარებითაც კი სოციალური შემწეობის მიმღებთა რაოდენობა არის გაზრდილი. მაშინ სად არის ეს ეკონომიკური ზრდა, როცა ადამიანები რაც შეეხება სოციალური შემწეობის მიღებას, მე არ ვიცი ბოლოს როდის მოხდა ამ მონაცემთა ბაზის გადახედვა. რა თქმა უნდა, ალბათ საჭირო იქნება მოხდეს განახლება, გადამოწმება, რაც შეეხება ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას, რა თქმა უნდა, ცხადია, ქვეყანა ეკონომიკურად იზრდება, წინ მიდის, არსებობს სტატისტიკა, არსებობს კონკრეტული ფაქტები, ამას ვერ გავექცევით. უამრავი კარგი საქმე კეთდება როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში, იქნება ახალი სამუშაო ადგილები, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ არ გვაქვს პრობლემები, არ გვაქვს გამოწვევები, პირიქით, ჩვენ ძალიან კარგად ვიცით რა პრობლემები და გამოწვევებია ქვეყანაში, თუნდაც დასაქმების მიმართულებით, თუნდაც ახალი სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით და რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს და გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ გამოწვევებს ღირსეული პასუხი გაეცეს. ადამიანები რატომ ვერ აიზრდება ბატონო კახაის ეკონომიკური კომისიაზე კიდევ კვლავ ითხოვს რომ დისტანციურად ჩაერთოს. როგორ შეაფასებთ ის ამ საქციელს ქმედებას? როგორ გონიათ რატომ არ მიდის ის პირადად ევროპის კომისიაზე და ჩორჩანზე? ვინ არ მიდის? გიორგი ხაიაშვილი. ხო, მე როგორც ვიცი, ის არ იმყოფება საქართველოში, თუმცა კომისიას შეუძლია დაელოდოს, როდესაც დაბრუნდება. ითხოვა დისტანციურად ჩართვა, რაზეც უარი მიიღო და კვლავ დისტანციურ ჩართვას ითხოვს. ხო, თუმცა კომისია დაელოდება, არანაირი პრობლემა არ არის, როდესაც დაბრუნდება საქართველოში, შეუძლია მივიდეს და უპასუხოს კითხვებს. რაც შეეხება ჩორჩანას საკითხს, მე დეტალებს არ ვიცნობ, დეტალები არ ვიცი, თუმცა რასაც ვისმენ და რასაც ვხედავ, თუ ეს ყველაფერი სიმართლეა, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი. იგივე თემას ჩაგეკითხებით, შეიძლება წეგან ეკონომიკურ ზრდაზე საუბრობდით კვლავ და მაინც უნდა გითხოთ, რატომ ვერ აისახება ეს მონაცემები, სტატისტიკა, რომელზეც მიგვითითებთ ადამიანებზე. მონაცემები განახლებულია მაისში, 2025 წლის მაისის მონაცემებით არის ზუსტად გაზრდილი შემწეობის მიმღებთა რიცხვი და სიყარიბე. ანუ თქვენ რას მეუბნებით, რომ ეკონომიკურად ქვეყანა არ იზრდება თუ? თუ ეკონომიკურად ქვეყანა იზრდება, ეს რატომ არ აისახება რიგით მოქალაქეებზე, რომლებიც ასევე სტატისტიკის თანახმად, სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკის თანახმად, უფრო ღარიბდებიან და უფრო მძიმე მდგომარეობაში. ნამდვილად ვერ დაგეთანხმებით მაგაში, რომ ღარიბდება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, პირიქით, ქვეყანა ეკონომიკურად იზრდება. ნუ რა შეიძლება ხო, რომ შედარება გავაკეთოთ. მე როდესაც ვამბობ, გადასამოწმებელია მონაცემთა ბაზა, ვინც იღებს სოციალურ დახმარებას, თან თქვენ იცით, რომ სოციალურ დახმარებას ვინც იღებს ადამიანი, თუ ის საქმდება, მას არ ეხსნება სოციალური შემწეობის ეს დახმარება, რაც არის, არ ეხსნება მას. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საჭიროა მოხდეს განახლება, საჭიროა მოხდეს გადამოწმება აღნიშნული ბაზის, რომ მივიღოთ სწორი ციფრები და მონაცემები. ლევან ხაბეიშვილი გუშინ კიდევ ერთხელ საუბრობდა ხელისუფლების დამხობაზე და მან თქვა, რომ 4 ოქტომბერი იქნება მთავარი დედლაინი. როგორ ამბობთ? აი, ნუ რა ვიხარ, ლევან ხაბეიშვილი უნდა დაამხოს, ეს ასეციოა უბრალოდ. ბოლო კითხვა მექნება ვარკეთილში კორპუსების ჩანაცვლებაზე 2023 წელს უნდა დაწყებულიყო ვარკეთილის მასივში მეათე კვარტალში ჩანაცვლება. გამარტივებული შესყიდვის დოკუმენტი ნახეთ ახლა გამარტივებული წესით აპირებთ ამის განხორციელებას. რატომ? მანამდე იყო ჯეოტენდერი, არა სტანდარტული ტენდერი, რომელსაც აცხადებთ ხოლმე. აი რაში გჭირდებათ გამარტივებული შესყიდვა, რატომ გჭირდებათ ავარიული კორპუსების ჩასაწყობად? არა მაქვს ინფორმაცია, თუ რამე დეტალურად გინდა, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ. აგერ არის ჩვენი თანამშრომლები, აგერ არის მოადგილე, წერილობით დაწერეთ, რა გნებავთ, რაზე გინდათ, ხო იცით რომ 100%-ით გიპასუხებთ,
საზოგადოება რომ არ შეიყვანოთ შეცდომაში მე არ მაქვს ინფორმაცია იმდენი მშენებლობა, იმდენი ჩანაცვლება მიდის კონკრეტულ მისამართზე, სადაც გინდათ მიიღოთ პასუხი, დაწერეთ წერილი და მიიღებთ წერილობით ზუსტ პასუხს, მე რო არ მოგატყუოთ შეგიყვანოთ შეცდომაში. თავისუფლების კანონზეც ვიკითხავ, ცილის წამებელს დაეკისრება ახლა პასუხისმგებლობა, რომ არგუმენტირებულად წამოს ასე ვთქვათ სხვა ცილი, ამ კანონს როგორ შეაფასებთ და რამდენად მნიშვნელოვანია ამ კანონის საფუძველი? რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია და ყველა განვითარებულ ქვეყანაში ასეა. აი ზოგიერთი ტელევიზია გამოდიოდა პირდაპირ თეთრზე შავს ამბობდა, იტყუებოდა, მოსახლეობა შეყავდა შეცდომაში და შენ უნდა გამოსულიყავი და უნდა გემტკიცებინა, რომ არ იყავი სპილო, პირობითად ვიძახი. და ნუ ეს წარმოუდგენელია, ხო? შეიძლება ნებისმიერ ადამიანს მოუგონო 1000 სისულელე და იმან უნდა ამტკიცოს, რომ მართალია. და ეს რას მოგცემს? რომ უფრო მეტი პასუხისმგებლობა იქნება, როდესაც ამბობ ვიღაცაზე რაღაცას, რა თქმა უნდა, პასუხისმგებელი ხარ, წარმოადგინო კონკრეტული ფაქტები და დაუმტკიცო მას ის ბრალდება, რასაც არ პირდაპირ ეთერით თუ ისე აშხენებ. მადლობა.